იოსებ ჯუღაშვილი სტალინი ეს არის ფაქტობრივად საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის ფუძემდებელი. სტალინიზმი არის მოვლენა, რომელთანაც ასოცირდება სწორედ ნებისმიერი ტოტალიტარული სისტემის არსი. სტალინისნაირები სხვადასხვა ქვეყანაში წეღანაც ვახსენე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს. უბრალოდ თავსებადობა შეუძლებელია, ვერ თავსდება ერთმანეთთან სტალინის სიყვარული და სახელმწიფოებრიობის, ქართული სახელმწიფოებრიობის სიყვარული. არათავსებადი ცნებებია. მარქსიზმი თავისი არსით სულ სხვა რამეა. ვინც ისტორიკოსი არ არის და კარგად არ იცნობს მარქსს, ამ შემთხვევაში მას მიაჩნია ოფიციალურად სტალინი მარქსისტია, ისე როგორც ლენინი. მაგრამ მარქსიზმის არსის სხვა არის ის, რაც ლენინმა და სტალინმა შექმნეს. ეს ჩავთვალოთ, რომ არის ლენინიზმი და სტალინიზმი. ეს არის რაღაც სხვა მარქსიზმის გაფუჭებული, გადასხვაფერებული ფორმა. მაგრამ მამა ეს ბესარიონი, რომელიც მეწაღე იყო და გორში იყო, იგი სულ სვამდა. ლოთი იყო ფაქტობრივად და სულ ცემდა ამას ბავშვობიდან. და ჩავთვალოთ, რომ ეს არის შურის ძიება, როგორც ჰიტლერის ბავშვობაში იყო ამგვარი. ადოლფ შტაინგრუბერის ბავშვობაში იყო ძალიან მძიმე პერიოდი, რამაც მის ფსიქიკაზე ძალიან დიდი როლი ითამაშა, ასევე იყო სტალინის შემთხვევაშიც. მომცირებლად ეპყრობოდნენ მას აქ. ითვლებოდა, რომ ის იყო უკანონო შვილი ვიღაცისგან დაჩენილი და ამას წამოაძახებდნენ ხოლმე. ანუ ამ ადამიანს სიხმაწილიდანვე ჰქონდა ეს არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც მე ამოანთხია უკვე იმერის მიმართ, რომელიც შვილი თვითონ იყო. დემოკრატიას აქვს თავისი მინუსები და პლუსები. დემოკრატიის დამთვლი დემოკრატიის ხიბლი არის მის მრავალფეროვნებაში. მაგრამ მეორე მხრივ რთულია დემოკრატიული სახელმწიფოს შენება, რომ დემოკრატია უნდა მოусმინო უამრავ ადამიანს, უამრავი ადამიანის აზრი გაიგო, იმსჯელო, რომელია მართალი, რომელია ტყუილი, რომელი მტყუანი, აი ამ მსჯელობაში დაიბადოს ჭეშმარიტად, მე იმ რასაც საბოლოოდ მიაღწევ და კონსენსუსამდე მიხვალ, მე ის განახორციელებ. მაშინ, როდესაც ტოტალიტარული აზროვნება სწორედ ამას გადაგებს, რომ შენ არ ფიქრობ, შენ მაგივრად ვიღაც ზევით ფიქრობს, ის იღებს გადაწყვეტილებას, შენ მარტო იმას ასრულებ, უფრო მარტივია ასე ცხოვრება. ჭამს, სვამ, ბავშვებს აჩენ კვდები. აი ესე ცხოვრობ, სამაგიეროდ ის სხვა, შენ მაგივრად პარტია ამ შემთხვევაში, პარტიის ლიდერი, ის ფიქრობს, ის იღებს გადაწყვეტილებებს, ის მოქმედებს. შენ ხარ ეზოზე ხარ წამოწოლილი. ანუ პასუხისგებლობა გადაბარებული გაქვს ხელისუფლებისთვის. იმანაც აიღო ეს ხელისუფლების სადავეები და პასუხისგებლობა საკუთარ თავში, საკუთარ ხელში. აქედან გამომდინარე, ეს არის განსხვავება, უბაჭვე გამომდინარე. და ასეთ პიროვნებებს ახასიათებს აგრეთვე თაობებზე ზემოქმედების უნარიც. ანუ ეპოქებზე, თაობებზე და ამ თაობების ბაჭვრის ნეგატიური კუთხითაც უნდა აღვნიშნოთ. და ამ შემთხვევაში ეს სწორედ ნეგატიური, რომ ტოტალიტარული სისტემის პროდუქტები შეიძლება თანამედროვე ადამიანი არ იყოს, თუნდაც საქართველოში ან პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში დაბადებული ადამიანი, მაგრამ თავისი მენტალიტეტით ისევ იქ იყოს ჩარჩენილი და აი ეს არის სწორედ იმ სისტემის რეციდივი, რომელსაც სათავეს სწორედ იოსებ ჯუღაშვილმა სტალინმა დაუდო. ჰიტლერი უკვე მომდევნები, ჰიტლერი პირველ ეტაპზე სტალინი ჰიტლერთან მშვენივრად კარგად აგვარებდა, ესეთა მსოფლიო გაიყვეს 1939 წელს
თავდაუსხმელობის ხელშეკრულებით, ეგრეთ წოდებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, მათ პრაქტიკულად სოფლიო გავლენის სფეროებად გაიყვეს. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 51 წელს ჰიტლერმა თავის მოზომილში ვეღარ დაეტია და საბჭოთა კავშირს დაარტყა 22 ივნის. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ჰიტლერი სტალინის მოწინააღმდეგე, მაგრამ ამასობაში ჰიტლერს ჰქონდა უკვე ომი ინგლისთან, ბრიტანეთთან, ჩერჩილთან ჰქონდა, დაიწყო მალე ომი რუზველტთან, ამერიკასთან და დიდმა სამეულმა დაამარცხა. მარტო სტალინს არ დაუმარცხებია ჰიტლერი. დაამარცხა ჩერჩილის, სტალინსა და რუზველტის სამეულმა, ამ ალიანსმა. და რას საკვირველია ეს ბრწყინვალედ გამოიყენა შემდგომ უკვე სტალინმა ჰიტლერის დამარცხება, ანუ ერთმა ბნელმა ძალამ დაამარცხა მეორე ბნელი ძალა, ორივე ტოტალიტარული და შესაბამისად უბრალოდ გამარჯვებულებს არასამართლებენ. გამარჯვებულებს. კომუნიზმი ისეთივე და კომპარტია ისეთივე დამნაშავეა კაცობრიობის წინაშე, ჩემი თვალთახედვით, როგორც გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია. ერთადერთი რიცაც განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირსაც ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკები, ეგრეთ წოდებული გულაგები, главное управление лагерей, архипелага гулаг. ესე გულაგი ეს არის. სტალინის საკონცენტრაციო ბანაკები აიღო ნიმუშად ჰიტლერმა, როდესაც თავის საკონცენტრაციო ბანაკებს ყიდა, ის 33-ში მოვიდა ხელისუფლებაში. ერთადერთი რითაც გერმანელები გამოირჩეოდნენ ამ კუთხით, ყველაფერი გადმოიღო ჰიტლერმა, თავის მასწავლებელს ეძახდა სტალინს. გაზის კამერები არ ფიქსირდება. აი ეს ნოი-ჰაუ იყო მათი მხრიდან, ადამიანების გაჟლეტის უფრო სწრაფი ეფექტური გზა. თორე დანარჩენი ეს ადამიანები საოცრად გვანან ერთმანეთს. საოცრად გვანან, უბრალოდ ამან მოიგო, იმან წააგო. გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ნიკიტა ხრუშჩოვი, მან სტალინი გააკრიტიკა პარტიის, კომუნისტური პარტიის მიოცეკვებას 56 წელს. სტალინი გააკრიტიკა პიროვნების კულტი, რომელიც სტალინმა შექმნა. სტალინის გულაგებიდან ხალხი გაათავისუფლა, მოახდინა 30-იან წლებში დახვრეტილთა და რეპრესირებულთა რეაბილიტაცია და ეს ყველაფერი ეს გააკეთა. მაგრამ ამავდროულად ნიკიტა ხრუშჩოვს და მოხდა ერთგვარი დათბობის პერიოდს ეძახდნენ. ოჩეპელოს სულად რო თქვა და მაგრამ ნიკიტა ხრუშჩოვს არასდროს არ სიტყვაც არ დაწდენია და არც ყოფილა მას არც უფიქრა რომ სისტემა იყო თვითონ ცუდი რომ და თვითონ საბჭოთა კავშირი როგორც სახელმწიფო არ ვარგოდა რომ თვითონ ეს სოციალური სისტემა იყო ტყუილზე აგებული თავიდან ბოლომდე რომ არავითარი კომუნიზმისკენ არ მიიწევდა ეს ქვეყანა და ჩიხისკენ მიიწევდა არა მას ამდაგვარია არც უფიქრა და არც უთქვამს მან მხოლოდ თქვა რომ სტალინმა ყველაფერი იყო კარგად ყველაფერი იყო გადასარევად სისტემა იყო ბრწყინვალე უბრალოდ სტალინმა გააფუჭა ეს სისტემა ეროვნული ჩაგვრა ჰქონდა პირველ ყოვლისა მოსაშორებელი ეროვნული ჩაგვრა იმიტომ რომ თემ სოფლიოს თვალში ჩვენ ვიყავით რუსები ეხლა დღესაც რეციდივები მეც ვაწყდები და დარწმუნებულად თქვენ რომ ძალიან ბევრი ადამიანმა საქართველოს არც იცის და რუსეთი გონი ვარ დღემდე რატომ იმიტომ რომ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში შემდგომ უკვე საბჭოთა რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიაში ყველას თვალში აღიქმებოდა დომინანტიერი რუსეთი თელ ქვეყნად და ის დანარჩენი რესპუბლიკები, დანარჩენი ხალხები ფაქტობრივად დანამატები იყვნენ. არც იცოდა უამრავ ადამიანმა სოფლიოს მასშტაბით. დაწყებული ნორვეგიელი და დამთავრებული ამერიკელი. აქედან გამომდინარე ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა. მაგრამ როდესაც ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით და სახელმწიფო შევქმნით, გავწევრიანდით გაეროში, ევროსაბჭოში და ასე შემდეგ, მე უკვე ბევრ ადამიანს მაშინვე, მაგრამ საზოგადოების უფრო მეტ ნაწილს შემდგომ თან და თან ზოგი ადამიანისთვის დღემდე გაუგებარია ეგა გაუჩნდა უკვე სურვილი რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო უკვე დემოკრატიული სახელმწიფო იყოს. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს მერტი.
დამოუკიდებლობის აღდგენით, ქაღალდზე გაფორმებით 91 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება სტალინიზმისგან, საბჭოთა ტოტალიტარული აზროვნებისგან ქართველი ერის გათავისუფლების პროცესი. ეს უმძიმესი პროცესია, სადაც აი ამ წამში დღეს 2026 წლის 19 ივლისს უნდა ვაღიარო, რომ გარკვეული უპირატესობა აქვს იმ ძველი ყაიდის ადამიანებს, იმიტომ რომ ისინი ბევრი არიან და დღემდე ჯერჯერობით ძნელია შეიძლება რაღაც მოხდეს, ან რევოლუცია, ან რაღაც მოვლენა მოხდეს, მაგრამ ყველაზე რთული ადამიანების ტვინის ევოლუცია. ეს ურთულესია საზოგადოების, რომელიც გაიზარდა მონობაში და რომლის ძალიან დიდი ნაწილი ინდივიდების ვერ წხვდება თავისუფლება, მე იმ ადამიანების თავისუფალ საზოგადოებად გადაქცევა.